მე ვარ ელენე შანთაძე 9 წლის. სწავლობ ციხისძირის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, სწავლა და ხატვა. ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 2 წელია დავდივარ ცეკვის წრეზე. ცეკვაზე რომ შევედი, ეს იყო დედიკოს სურვილი. მე დაუჯერე და ახლა ძალიან კმა ყოფილი ვარ. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ფეხის წვერებზე დგომა. ყველაზე ადვილი იყო ხტომა. რომ ახტები და გადაადგან ფეხის იქეთ. ჩემი საყვარელი ცეკვა არის საჭარელი. საყვარელი ილეთია ეს. უკვე ორჯერ მქონდა კონცერტი, მაგრამ პირველი მომეწონა და მეორე არა. იმიტომ რომ პირველზე არ შემშალა და მეორეზე შემშალა. კონცერტზე შემშალა ესილათი რომ არის და მე ასეთი ილეთი და მე რომ ფეხს გადაადგა. ვირევნიურე და სასწრაფოდ გავასწარე. მე მინდა სოლო ვიცეკო რაჭურში. ვარ კარგი მოცეკვავი და სცენა ძალიან მიხდება. მე კიდევ ვაპირებ ვიცეკო 3 წელი. მერე გამვალ და მერე ისევ შევალ. მე მინდა შემდეგი კონცერტი მქონდეს დუბაიში. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი მასწავლებელია, ჩემი კლასელები ძალიან კარგები არიან და კიდე ცეკვა რომ არის. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის სანდრო ელიაძე. ყველაზე ჭკვიანია ერეკლე კაჩაღმაძე. ყველაზე მშვიდი არის იანა სურვანიძე. ყველაზე თელქი გაბრიელ მადოშვილი. მე ვარ ყველაზე კეთილი, ლამაზი და პრანჭია. ზოგჯერ პრანჭები დედიკოსთან ერთად და ძალიან მომწონს. გაბრანჭვის მერე სტუმრობა მიყვარს სალომე ბიცოლასთან. იმიტომ რომ სულ ჩუქნის საპრანჭაო საღებავებს. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული. საყვარელი მასწავლებელი არის დალი თურმანიძე. იმიტომ რომ კეთილია, მშვიდია, ლამაზია და მე ვიყარო ყველაზე უფრო. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ცეკვის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი პრინცესა ელსა. ძალიან ლამაზი ვარ, მაგრამ მოდელობაზე არ ვფიქრობ. როგორც ყველა ბავშვი, საჩუქრები მეც ძალიან მიყვარს. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შარშა მაგალითად მაჩუქა პლანშეტი. წერს უნდა მაჩუქოს ტელეფონი. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 25 წლის. მისი ნამდვილი სახელი არის ვეგლარი. ეჭვი მაქვს რომ მამა ჩემია თოვლის ბაბუა. ეჭვი მაქვს, მაგრამ ბოლომდე არ მინდა დავიჭერო. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი ძმები და ბებია. კიდე მინდა ყავდეს ერთი და ერთი ძმა. ჩემი და არის 5 წლის და ქვია სოფია. ის ალბათ გამოა მასწავლებელი. უფროსი ძმა არის 12 წლის და ქვია სანდრო. სანდრო ალბათ გამოა პოლიციელი. მეორე ძმა არის 11 წლის და ქვია ენრიკე. ჩემი აზრით ენრიკე გამოა ავტობუსის მძღოლი. მამიკო როგორია? მამიკო არის კარგი, კეთილი და დამჯერი. ყველაზე მეტად მე მინჯერ. დედიკო არის ლამაზი, მსრუნველი, კეთილი და ჭკვიანი. არის კარგი დიასახლისი და მეც მასწავლა საჭმის გაკეთება. ყველაზე კარგად გამომდის სუპის გაკეთება. მთელი ოჯახი გემრიელად ჭამს ჩემ გაკეთებულ სუპს. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწაველი. მე ვიცი სახლის ხატვა, დედას ხატვა, კიდე ჩემი ძმის ხატვა და ყვავილების ხატვა და კიდე ბურთების ხატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის წითელი და მე არ მიყვარს შავი. ძადოსნური ჯოხი რომ მქონდეს სახლი, მექნებოდა სულ დააგებულე. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გაუფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გაუფრინდებოდი დედიკოსთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაში არის წერში ბურთი. ბედნიერება არის დედიკოსთან ერთად მანქანის სეინობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.